იცი ბიზნესების რომელი კატეგორია მაგიჟებს? აი პროფესიონალის დაქირავების ერთი ადგილი რომ არ აქვთ, მაგრამ თვითონ სწავლა ეზარებათ და ეთაკიდებათ. ნუ ეგრე არ გამოდის. რომელიმე უნდა აირჩიო, ან გაქვს მეტი ფული, ან გაქვს მეტი დრო. თუ ფული უკვე არ გაქვს, ესე იგი არჩევანიც არ გაქვს, ესე იგი დრო გაქვს. მესმის, შეიძლება ახლა სამსახურში დატვირთული ხარ, მაგრამ თუ ამ სამსახურში გატარებულ საათებში უფრო ნაკლებს გიხდიან, ვიდრე პროფესიონალს სჭირდება დაქირავებისთვის, ესე იგი სხვა გზა არ გაქვს, უნდა ისწავლო. ეგ ჩემთვის ცოტა გაუგებარია, იმიტომ რომ ვგიჟდები სწავლაზე, მაგრამ საჭიროა. კეთილი უნდა ინებო, აიკაპიცო ხელები, ცოტა ხელები გაისვარო, არაკომფორტული რაღაცეები გააკეთო და რაც ახალია, ყველაფერი ცოტა რთულია, მაგრამ უნდა ისწავლო. თან ეს ცოდნა არის საძირკველი, იმიტომ რომ თუ იცი გაყიდვა, გაქვს ფული და გაქვს ბიზნესი, არ იცი გაყიდვა, არ გაქვს ფული და არ გაქვს ბიზნესი. თუ ფული გაქვს, მერე დანარჩენ ყველა პროფესიას დაიქირავე, ფული არ გაქვს, ვერც შენ ხარ და ვერც სხვა. თან გაყიდვების და მარკეტინგის სწავლა 5 შეუფასებელ რამეს მოგცემს, რომელიც სამუდამოდ შენია. პირველი, პროფესიონალისგან სწავლა ბევრად უფრო იაფია, ვიდრე ამ პროფესიონალის დაქირავება შესაბამისად. ბევრად ზოგავ თანხას და თან რაც ყველაზე მთავარია, ეს ცოდნა გრჩება შენ თავში, ვერავინ წაგართმევს და მთელი ცხოვრების მანძილზე კიდევ და კიდევ ვიღებ შედეგს წლების მანძილზე. ხოლო დაქირავება ერთჯერადია. მეორე, უფრო ობიექტურად დააფასებ შენი თანამშრომლების შრომას, როცა იცი და გაგიკეთებია შენ თვითონ. მესამე მიზეზი, შენი მთელი ბიზნესი არ იქნება დამოკიდებული ერთ თანამშრომელზე. ის ერთი თანამშრომელი თუ წავა, გაყიდვები არ არის, რეკლამა არ არის, მარკეტინგი არ არის, იმიტომ რომ ერთი ადამიანი აკეთებდა და ყველაფერი ამაზე იდგა და საძირკველი არ ჩამოგეშლება ერთი ადამიანის გამო. მეოთხე, გეცოდინება კარგის და ცუდის გარჩევა. უფრო ობიექტურად შეაფასებ, რამდენი დრო სჭირდება ამ საქმეს, რამდენად კარგი ხარისხის არის და უფრო კარგად აკონტროლებ. შესაბამისად, დამწყებები ვერ დაგაბოლებენ ვერაფერს. მეხუთე, შენი სტანდარტები და მოთხოვნები იმ სფეროში, რომელიც იცი, ბევრად იზრდება და საშუალოს და საშუალოზე ნაკლებს უბრალოდ ვეღარ აიტან, ვეღარ შეეგუებენ. სტანდარტების ამაღლების გამო და აზროვნების ამაღლების გამო ხალხი კოუჩებთან დადის და ეს ავტომატურად მოხდება თუ ის სფერო იცი. გააზიარე ეს ვიდეო, ყველა მნახოს, ვისაც ამბიციები აქვს, მაგრამ სწავლა ეზარება.